ჩვენ არა მარტო ახალ წელს გვართმევს რუსული ოცნება, არამედ სახელმწიფოებრიობას და აბრუნებს პოლიტბიუროს. ამას ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი კიდეც, როდესაც ყაველაშვილს, ამ უდიპლომო არაკაცს, რომელიც ყველას აგინებს დედაზე სიმართლის გამო, სიმართლეს რო ვერ ეტყვის ადამიანი მას, ესეთ ხეპრეს რომ პრეზიდენტად პირდაპირ დაგვიდებენ ყოველგვარი არჩევნების გარეშე და ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე რო არსებობს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული პარლამენტი, ეს არის ქართველი ერისათვის სილის გაწნა და პოლიტბიუროს დაბრუნება, როგორც საბჭოეთში. ცეკას მდივნებს ნიშნავდნენ პოლიტბიუროს მეთაურებს და ასე შემდეგ. იგივე ხდება ახლა რუსული ოცნების პირობებში და ამას ქართველი ერი არ შეეგუება. აღარ არის ის ბნელი დრო, როდესაც მასები არ იყო იმდენად გათვითცნობიერებული და არ იცნობდა კარგად თუ რა იყო რეალურად საბჭოთა ხელისუფლება. და 90-იანებში ჩვენ საბოლოოდ გავნათლდით. მე გულისხმობ 91 წელს, როდესაც ბატონმა ზვიადმა საბედნიეროდ შეძლო ჩვენთვის დამოუკიდებლობის მოპოვება და ჩვენ ამ დამოუკიდებლობის დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენი გმირები იმისთვის არ დაღუპულან, რომ აქ ღორი რუსები იყვნენ.